რამდენიმე ვარიანტი იყო შემოთავაზებული და საბოლოოდ ჩვენ შევჩერდით იმ ვარიანტზე, რომელიც ახლა თქვენ გაგაჩნიათ. ფაქტიურად ჩვენ გვაქვს რამდენიმე კომპონენტი, რომლის შეფასების საფუძველზე უნდა მოვახდინოთ პრემიის გაცემა. მეოთხე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც სადაო გახდა და არის აი ამასთან დაკავშირებით სხვა მოსაზრებაც, თუმცა მე მაინც მგონია, რომ პრინციპების არსიდან გამომდინარე, თუ ეს პრინციპები არის დასაბუთებული, თუ ეს პრინციპები ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მხოლოდ საფუძვლით მოვახდინოთ პრემიის გაცემა, ამ შემთხვევაში შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმედღებთან დაკავშირებით ან წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, ანუ თუ ამ პრინციპებს მოვაშორებთ, მართლა შეიძლება ეს უქმედღები გაუგებარი აღმოჩნდეს. ხაზს უსვამ უქმედღებთან დაკავშირებით. ან წესით დადგენილი პრინციპების დაცვით პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე არაუმეტე წელიწადში 3 ჯერ. საუბარი არის აქაც ისევ და ისევ შესაძლებლობაზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს პუნქტი ამ წესებში უნდა იყოს. ეს აბსოლუტურად ჯდება მთავრობის დადგენილებაში და ჩვენ ალბათ უფლებაც არ აქვს, რომ მთავრობის დადგენილებაში რევიზია გავაკეთოთ და აბა როგორ და მთავრობამ ეს როგორ მიიღო. რა თქმა უნდა ამ დადგენილებაში, რომელიც თქვენს მიერ არის წარმოქმნილი უკანონო არაფერია და კანონთან წინააღმდეგობაში ის რა თქმა უნდა არ მოდის, მაგრამ ჩვენი პოზიციით თქვენ გაქვთ უფლება გარკვეული კორექტივების შეიტანოთ, თუნდაც მთავრობის დადგენილებაშიაც, იმიტომ რომ ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევაში უნდა იყოს ვითმართველობის კოდექსით, თქვენ ხართ ის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელსაც დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროთ, როგორ გასცემთ პრემიას. პრემია უნდა გაიცეს, რა თქმა უნდა, საჯარო მოხელეებზე, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა დადებითად იქნა შეფასებული და მას ზედმიწევნით კარგად შეასრულოთ მას დაკისრებული საქმიანობა, არა მარტო კვარტალში ერთხელ, არამედ მეტჯერაც ამაში პრობლემას ვერ ხედავთ. მთავარია ჩვენ გქონდეს დასაბუთება იმისა, რომ კონკრეტული საჯარო მოხელე მუშაობს კარგად. მერე რა რომ პრემია შეიძლება ვერ მიიღოს ვიღაცა საჯარო მოხელემ, ანუ მისი საქმიანობა არ იქნა კარგად შეფასებული და თუ რამდენჯერმე გამეორტა ეს შესაძლებელია დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირის თუ საჯარო მოხელის ან დაქვეითების ან განთავისუფლების საკითხი. არ შევზღუდოთ დასაბუთებული პრემია კვარტალში ერთხელ, არამედ გაიცეს იმდენჯერ, ამდენჯერაც დადგება ამის საჭიროება, უბრალოდ დადგენილებაში ნუ მოვიყვანთ უქმედღებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს წინააღმდეგობრივადაც მიგვაჩნია თვითონ საჯარო ამ დადგენილებასთან და პრემიის განმარტებასთანაც თითოეული საჯარო მოხელის პრემიერების დროს დაიდოს სამართლებრივი აქტი, სადაც მე როგორც დაინტერესებულ პირს მექნება საშუალება გავეცნო თუ რის გამო იღებს ადამიანი პრემიას. ასე გარკვეული უხერხულობა შეიძლება შექმნას თუნდაც აღდგომასთან ან შობასთან დაკავშირებით პრემიის გაცემა, იმიტომ რომ შესაძლებელია დიდი ალბათობით არის შანსი იმისა, რომ მუნიციპალიტეტში დასაქმებული იყოს სხვა აბსარებლობის წარმომადგენელი. უახლოეს წარსულში ბატონებო და გალბატონებო, თქვენ ყველანი პირველს რასაც წამოგვაძახებთ წინა ხელისუფლებას, ეს იყო პრემიები, რომლებიც გაიცემოდა კვარტალში ერთხელ და მეხუთე პრემია კანონი გვაძლევდა იმის საშუალებას, აძლევდა წინასაკრებულოს იმის საშუალებას, რომ მეხუთე პრემიაც ყოფილიყო. ეხლა მე თქვენ გეკითხებთ, რა შეიცვალა დღეს? იყო მანკიერი პრაქტიკა, რომ არ იყო განაწილებული ეს პრემია მუშაობის შესაბამისად, მაგრამ როდესაც ჩვენ დგამთ ნაბიჯსულების წინ და როდესაც შემოდის კანონში იმის საკითხი, რომ გავცეთ პრემია დამსახურების შესაბამისად, მაშინ პარალელურ რეჟიმში ვტოვებთ 3 პრემიას, რომელიც ისედაც იყო, იმასაც ვტოვებთ და ვამატებთ ამას. მართალბრძანებს ბატონი არჩილი ამოვიღოთ ის 3 და იყოს კონკურენცია შიგნით თანამშრომლებს შორის, მოუმატოთ დამსახურების შესაბამისი პრემიები, ეს იქნება ცვლილება, რომელიც ცვლილების პირობითაც მოხვედით ხელისუფლებაში. ადრე წინა წლებში ყველა თანამშრომელი ღებულობდა პრემიებს განუჩევლად იმისა, იმსახურებდა თუ არ იმსახურებდა. პრემია იმას არ ნიშნავს, ეს წესი იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას თითოეულ თანამშრომელს ვაძლევთ პრემიას. იქნება გარკვეული კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების მიხედვით მიიღებენ ერთხელ მეორე პრემიას. აქედან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენთვის, კოალიციისთვის თქვენი შენიშვნა ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრის. ხელისუფლებაში მოდიოთ პრემიებს გაყვედით. გაყვედით და ეხლა დაგაყვედეთ. იმიტომ და გაყვედეთ, რომ ამ პრემია შევცვალეთ წესო. წესი შევცვალეთ და მედესამუშაობდიო. შევცვალეთ წესი და შევცვალეთ რა დიაო და რა იცოდიაო. არა, როგორ გიტანდება დაშიგიტია 3 წუთი, 3-ჯერ გაცემა იგივეა. მეტია დემაგოგია აცლები პრემიას ჩვენ მეუბნებით რომ მაქსიმუმ მოგცემ და თენგო, დამშვიდი დემაგოგია იყო, რასაც დემაგოგია არ გავიხმოთედა. ეხლა 3 სიმართლეს და სიმართლეს გამო დავჭერდა. და ეძიჭერ შენ 160 ლარიან პენსიონერს ჩვენმა ხელისუფლებამ დაუმატა წელს 10 ლარი. 10 ლარი დაუმატა. და აქ ჩვენ ლაპარაკობთ
136 პირზე 136 პირზე პლუს 22 კაცი ხო საკრებულოსთან რატო აი დამსახურების მიხედვით გასაგებია დამსახურების მიხედვით მე მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები დამსახურების მიხედვით წიწილებს შემოდგომით იყვიანო და აი როდესაც თქვენი თანამშრომლები ყველა მიიღეს პენსიას 100%-ით აი მაშინ გაგცემ მე შევასრულო ვთქვი რომ არის უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯი ის რომ სწორედ აი ამ წესზე გვიწევს დღეს ჩვენ მსჯელობა მანამდე ესეთი მსჯელობა ამ დარბაზში თუ სხვა დარბაზებში არ გამართულა ეს წესი ჩვენ მოგცემს შესაძლებლობას სწორედ განისაზღვროს სამწუხაროდ მანკიერ ესე იგი მანკიერ ცნებად ქცეული ეს პრემია რომელიც სამწუხაროდ ძალიან მანკიერ ესე იგი თემად იქცა ეს არის ჩვეულებრივად შრომითი გასამრჯელო რომელიც ადამიანს უნდა მიეცეს კანონიერად იმ დამსახურებისათვის, რომელიც მან გასწია საჯარო სამსახურში და არა ისე ვთქვათ, რომ ამას შემდეგ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები მოყვებოდეს. ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ აი ეს წესი მოგცემს ამის საშუალებას პრემიის გაცემა მოხდეს ზუსტად აი ამ წესის მიხედვით.